მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ გვექნება გადაცემა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება და ნამდვილად ალბათ ახლა გვერდს ვერ აუვლი იმას, რასაც წალეკილი აქვს მთელი სოციალური ქსელი და ყველა საუბრობს და ამ პრიზმაში მე მინდა მიმოვიხილო ის სიტუაცია რა ჩვენს ქვეყანაშია. თქვენც კარგად ხვდებით, მე რითი დავიწყებთ ამ გადაცემას, ეს არის საშინელი ფაქტი, რომელმაც მთელი საქართველოს შოქში ჩააგდო. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა რაღაცა კონცერტი და ბავშვები მღეროდნენ და ერთ-ერთი ბავშვი წაიქცა უგონოდ, გონება დაკარგა და 3 წუთი გრძელდებოდა კონცერტი, ისე რომ თვითონაც ვიღაცას ფეხსაცმელი გაეხსნა, თასმა გაეხსნა ან რაღაცა. ამ პატარა ფრაგმენტიდან ჩანს, რომ იქ მყოფებმა დაცემის ხმა გაიგეს, მაგრამ გულწასულ ბავშვს ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ მიაქციეს, როდესაც სიმღერა დასრულდა. დაახლოებით 3 წუთის მანძილზე ბავშვი დახმარების გარეშე დარჩა. რა მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ სტუდიაში მუსიკალური ნომრის ჩაწერისას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს. სიმღერის დაწყებიდან რამდენიმე წამში უკანა მწკრივში მდგომი მცირეწლოვანი მოწყვეტით ეცემა. სიმღერა არ წყდება და ჩაწერა გრძელდება. ამ ამბავს სოციალურ ქსელში პირველი მოზარდის ბებია გამოეხმაურა. თქვა, რომ ბავშვი ახლა კარგადაა. დაცემისას მცირე ფიზიკური დაზიანება მიიღო, თუმცა დამატებითი გამოკვლევები მაინც ჩაუტარდება. ღმერთის წყალობით ანკა ნორმალურად არის. დაცემისას თითები ტკინა უკვე დაუფიქსირეს და ყველა აუცილებელი კვლევა ხვალისთვის აქვს ჩანიშნული, რათა სრულად გამოირიცხოს ნებისმიერი გართულება. მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, მაგრამ აუცილებელიც. უნდა ვიცოდეთ, რა გარემოში გვყავს ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რა შეიძლება მოხდეს მოულოდნელად და როგორი რეაგირება შეიძლება ჰქონდეს ადამიანების გარკვეულ ნაწილს ასეთ დროს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი სიფრთხილე, ყურადღება და პასუხისმგებლობა გვმართებს ბავშვებთან მიმართებით. რამდენიმე საათიანი დუმილის და სოციალურ ქსელებში მწვავე რეაქციის შემდეგ განცხადება გაავრცელა სიმღერის აკადემიამ, რასაც მათი მხრიდან მეორე განცხადებაც მოჰყვა ოღონდ შეცვლილი რიტორიკით. თუკი თავდაპირველად ამტკიცებდნენ, რომ სტუდიის განათებისა და მაღალი მუსიკის გამო ვერ შენიშნეს ბავშვის დაცემის მომენტი, მოგვიანებით პასუხისმგებლობის ასაცილებლად დაწერილი თავის გასამართლებელი განცხადება აგრესიული შინაარსის განცხადებით შეცვალეს. კეთილი, რადგან ასეა ჩვენ გეკითხებით, რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანს, თუ შესაძლებელია გულწრფელად სჯეროდეს, რომ გუნდის მესვეურების ან ტელევიზიის რომელიმე წევრის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ბავშვის უსუსურ მდგომარეობაში დატოვება. როგორ ფიქრობთ, ადამიანურობასა და მორალზე აპელირება, რომ გვერდით გავწიოთ სატელევიზიო ეთერში ბავშვის გულის წასვლის მიზანმიმართული იგნორირება ჩვენი მხრიდან გონიერების ჩარჩოებში ჩაჯდებოდა? თუ მართლა ფიქრობთ, რომ წაქცევის ფაქტის ადეკვატურ მომენტში დაფიქსირების შემთხვევაში რომელიმე პასუხისმგებელი პირი რეაგირებას არ მოახდენდა ამ შემთხვევაზე და ბავშვის ჯანმრთელობით გარისკავდა სიმღერის ჩამთავრების საპირწონედ. თუ ასე ფიქრობთ, თუ ამის მართლა გჯერათ, გაგიჟებულ ხართ. თუ ასე ფიქრობთ, გამოდის, რომ თქვენ თავად შეგიძლიათ ასეთ რამეზე ხელის მოწერა. იქნებ ცდებით, იქნებ სხვა ბავშვების ტკივილის საწყისი ხდებით. იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენი თვალები აღიქვამენ. იქნებ არსებობს გარემოებების სხვა ამოცემულობაც, რომელიც დარჩა თქვენი თვალთახედვის მიღმა. დაგვიანებით განცხადება გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. როგორც არხის გუნდი ირწმუნება, მათ შიდა მოკვლევა ჩაატარეს. პირდაპირ ეთერის დროს კადრებში მსგავსი არაფერი ჩანდა. გამოდის, რომ სტუდიაში მომუშავე ვერც ერთმა კამერამ მომხდარი ვერ დააფიქსირა. ამიტომ ამოიღეს სტუდიის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რითაც დაადგინეს, რომ გულწასული ბავშვი ვერც პავილიონში მყოფმა არხის თანამშრომლებმა შენიშნეს. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული და შემდგომ სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ ტირაჟირებული ვიდეო მასალა არ წარმოადგენს საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასულ კადრებს. აღნიშნული ვიდეო გადაღებულია სტუდიაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის მიერ, რომელიც სხვა მშობლებთან ერთად ესწრებოდა გადაცემის პირდაპირ ეთერს. პირველი არხის ეთერში გასული ვიდეო მასალის ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა. მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირ ეთერიც.
საზოგადოებრივი მაუწყებელიც და სიმღერის აკადემიაც თავის მართლების რეჟიმში ჩადგა. არც ერთ მათგანს ბოდიში არ მოუხდია, იმის გამო, რომ მოზარდი განსაცდელში უყურადღებოდ დარჩა. და კიდევ პასუხგაუცემელია კითხვაზე პასუხი, პიროვნება, რომლის კამერამაც ბავშვის დაცემის მომენტი გადაიღო, რატომ დუმდა და არ მოქმედებდა. 10 წლის ანკას დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პირველი, რასაც ბავშვის სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გააკეთებს, არის იმანსაბთან ურთიერთობის შეწყვეტა, რომელშიც ანკა 2 წელი დადიოდა. ჩემს შვილს ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა დახმარება ისეთ დროს რომ არ დაეხმარა არავინ როგორ ვენდო ასეთ ხალხს. ნდობა მაქვს დაკარგული და გაციებული მათ მიმართ. ანუ მე ამ სცენას რაც ვუყურე ვიდეოში, აი ჩვეულებრივ ჩემი შვილის მკვლელობას ვუყურე. ანუ ჩემთვის ეს შეგრძნება იყო, ზუსტად ეს შეგრძნება იყო. იქნებ რა დახმარება სჭირდებოდა, იქნებ რა დაარტყა, იქნებ წამოჯდომას არ შეიძლებოდა მისთვის იმ წუთას. ამას არავინ მიაქცია ყურადღება. იმას, რაც საზმაუზე მოხდა, დავარქმევდი უფუნქციო ჩრდილოეთ კორეას. ყველას გაგვიმართლა, რომ ბავშვი კარგადაა. იმ სხვა ბავშვებისთვის არის პირველ რიგში კარგი ამბავი, ისინიც გაწირეს უზარმაზარი ტრავმისთვის. ის, რაც საზმაუზე ვნახეთ, არის სრული კატასტროფა. ავტორიტეტის ავადმყოფურად არასწორი გაგება. და კაცი შვილმა ყურადღება არ მიაქცია, ისე რომ არავინ არ იცოდა ამ ბავშვს რა ჭირს. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა მოსახლეობა აღაშფოთა, რომ გააღვივა საზოგადოებაში ადამიანების და განსაკუთრებით მცირეწლოვანების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება და რაზე მეტყველებს საზოგადოებრივ მაუწყებელში მომხდარი ფაქტი. ბავშვთა უფლებადამცველების განმარტებით ეს შემთხვევა არის მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლემ ფასი დაკარგა და ქვეყანაში უპასუხისმგებლობაა გაბატონებული. საოცარი ის არის, რომ გამოვიდა აქ აი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი და თქვა, რომ არაო ჩვენო არ დაგვინახიაო, მე კი რაღაცა შევნიშნეთო და დავინახეთ, რომ ეს ბავშვი ჩაცუცკული იყო და ამიტომ აღარ მიგვაქცია ყურადღება. აი ჩაცუცკულიც რო ყოფილიყო, თუ მიდის კონცერტი და ბავშვი უნდა იდგეს სცენაზე და ჩაცუცკულია. ესე იგი რაღაცაშია საქმე. რატო არ უნდა გააჩერო კონცერტი? აი ხლა ეს ვაჟბატონი, რასაც იძახის, ესეც უკვე დადასტურებს მათ ბრალეულობას და განსაცდელში ადამიანის ჩაგდება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის ყველა ადამიანი, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობდა, უნდა ძალიან მკაცრად დაისაჯოს, იმიტომ რომ ხვალდაზე იგივე არ განმეორდეს. მქონდა პირდაპირ ეთერი, სადაც ხერი ვართ ბავშვებთან ერთად. ანუ იქ სიმღერის დროს, ანუ ჩვენ ისეთ რაკურსში ვდგავართ, რომ ბავშვებს ვერ ხედავთ, ანუ გვერდზე გვიდგან ან ბავშვები, ანუ სიმღერის დროს, ანუ რაღაც ხმა გვესმის რა, მაგრამ ხმარისია ვერ ვხვდებით. მაგრამ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ყურადღებას ვაქცევთ, ანუ ვიხედებით ბავშვებისკენ და ანუ ბავშვების რეაქციას ვაკვირდებით და ბავშვების რეაქციის მივხვდი, რომ რაღაც მოხდა, ანუ რეალურად ოღონდ რა მოხდა იქ ბავშვის ფეხის დაცემა იყო, წაქცევა იყო, თუ ანუ რისიშვა იყო, ამას ჩვენი მომენტში ვერ ვხვდებით რა. მაგრამ რასაც ვაფიქსირებთ არის ის, რომ ბავშვები იყურებიან ქვევით და მივხვდი, რომ რადგან ქვევით იყურებენ, ესე იგი რაღაც რომელიღაც ბავშვს პრობლემა აქვს, იმიტომ ანუ მივხვდი, რომ რაღაცა პრობლემა იყო, მაგრამ მე დავინახეთ, რომ ბავშვი იჭდა იქ. ასე ვთქვათ, იყო ჩამჯდარი რა. ესე იგი, რადგან ჩამჯდარი იყო, მივხვდი, რომ ესე იგი რაღაც ბავშვმა შეუძლო ციცნო თავი და ჩაჭდა. შესაბამისად, როგორც კი დამთავრდა ეთერი რა, ანუ სიმღერა როგორც კი მოჩა, მივედით ბავშვთან, მოვიკითხეთ, უკვე ნორმალურად იყო, კარგად იყო. არის დავალევინეთ, რავი, ჩვენთან ერთად იყო, ფოტოებს გადავიღეთ და ანუ შეხედეთ მე რა მოხდა, როცა უკვე წამოვედით ტელევიზიიდან, ეს ვიდეო ჩაგვიდოთ ერთ-ერთმა მშობელმა და ეს ვიდეო რო ვნახე, ანუ გავგიჟდი, იმიტომ რომ ეგეთი კადრი, რაც ვნახე, რომ ბავშვი ასე მოწყვეტით, რომ ეცემა, ანუ ძალიან ისეთი იყო, ძალიან საშინელი შესახედი იყო და ეგრევე დავავალე ჩვენს ადმინისტრატორს, რომ გადაეგზავნა მშობელთან კადრი, იმიტომ რომ ბავშვს შეიძლებოდა ან არ მოეყოლა წესიერად, ან დაემალა მშობლისთვის, ხო იცით, როგორც ხდება ხოლმე რა, ეგეც შემთხვევაში და უთხარი რომ გაეგზავნა მშობლისთვის ეს ვიდეო, რომ ანუ რამე სერიოზული დაზიანება არ ყოფილიყო, იმიტომ რა ადამიანური და რა ადეკვატურია ეს ბრალდება, რომ თითქოს იქ მყოფი ყველა ადამიანი არის უგულო, არა ადამიანი, ისე რომ ბავშვი ძირს აგდია, უგონოდ და ყურადღებას არავინ არ აქცევს და იმდენად ზედმეტია უბრალოდ ეს ყველაფერი, რომ ანუ რა ვიცი ახლა რა
კარგით ამ ბავშვებს ეხლა ჩვენ ვერ მოვთხოვთ პასუხს, თუმცა ესეც რომ ამ ბავშვებმა დაინახეს და ყურადღება არ მიაქციეს, ესეც გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ თლათ ეხლა დედის რძეზე არ არიან და რაღაცა შეგნება და რაღაცა ის უნდა გამოევლინათ, იმიტომ რომ იცით რა არის, როგორ ეხლა შენი თანატოლი ეცემა, ხო უნდა რაღაცნაირად რეაგირება, ხო უნდა გააკეთო, ეხლა რაღაცა ყველას ხო აქვს თავისი ისა მე კი არ ვადანაშაულებ, მაგრამ ეს იმის ბრალი არის, რომ ეს ბავშვები კი არ არიან დამნაშავეები, საზოგადოება, ყველანი ერთობლივად ვაგებთ პასუხს იმაზე, რომ ეს ბავშვები იზრდებიან ისეთ გარემოში, რომელშიც არ უნერგავენ სიყვარულს ერთურთის მიმართ, თანადგომას, როცა მასწავლებლად ეხლა ყავთ ლიბერასტები, გაქანებული სოდომისტები, რა უნდა ისწავლონ რა ბავშვებმა სკოლაში. სკოლა იყო ჩვენთვის ყველასთვის, როდესაც იმ შავბნელ ეპოქას რო ეძახიან ვიყავით, იყო ფაქტობრივად აი დედის ძუძუსავით აიტკბილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიღებდით იქ სითბოს, სიყვარულს და მე მაგალითად ჩემი მასწავლებელი საერთოდ საპიფარეში თუ დადიოდა, ისიც არ მეგონა, რაღაცა knileba მეგონა კოსმოსიდან მოვლენილი, რაღაცა ისეთი რომ, აი რაღაცა თითქოს ეს ამ ქვეყნიური მიწიერი არსება არ იყო მასწავლებელი და მას უყურებდით როგორც ღმერთს ჩვენ. ჩაქრება ჩადრებში ლამპიონების ნათება შენი ძარსული ქალაქო მე თვალწინ დამეხატება ზღაპარია თუ ნამდვილი ვინ მოიგონა ვინ იცის არის მეორე ლეგენდა რატომ დაგერგვა თბილისი რატომ დაგერგვა თბილისი ვარშიულები მწვანეა საში თოვლია ზეგანად ხალხი თბილი და მზე თბილი ესაა ჩვენი ქვეყანა ხოდა ამბობენ სახელად მიგომ გიწოდეს თბილისი ზღაპარია თუ ნამდვილი ვინ მოიგონა ვინ იცის ვინ მოიგონა ვინ იცის ვინ მოიგონა და დღეს მასწავლებელი არის ფეხქვეშ გათელილი. მასწავლებელი საერთოდ მასწავლების ცნებაც დაიკარგა და მასწავლებლებად შემოიყვანეს ის ხალხი, რომლებიც მაგალითად ცეკვა თამაში რაღაცა გართობა და მხოლოდ რაღაცა სისულელეებზე არის ორიენტირებული და არა განათლებაზე. გახსოვთ ალბათ ერთ-ერთი ასეთი იყო აფხაზავა, რომელიც დარბოდა, ცეკვავდა რაღაცა იმებს აკეთებდა საგიჟებს და დღეს ახლა აქციებზე დარბის.
ერთად გავიხადეთ, რომ თურმე ეს კაცი ყოფილა რაღაცა სასწაული. გახსოვთ ალბათ ეს ადამიანი, ხო? და მე არ ვიცი, აი დღეს ეხლა ყველა აღშფოთებულია, ყველა ლაპარაკობს, კაცო, აღშფოთება კი არ არის საჭირო. აღშფოთება კი არ არის საჭირო. პასუხისგებაშია მიცემა ყველა იმ პირისა, ვინც ეს გულგრილობა გამოიჩინა და კაცმა არ იცის, ეხლა ეს ბავშვი რო ცოცხალია, ღმერთისნებაა ყველაფერი, რომ რამე დაგვიანებულიყო, რაღაცა რო ისე მომხდარიყო. აი სად მიდიოდით მე თქვენ? სად მიდიოდით? დღეს ეხლა ვიღაცებისგან გავიგონე, რომ აიო აუცილებლად შეტანა უნდა შეიტანოსო მშობლებმაო საჩივარი პოლიციაშიო რომ რაღაცა ზომები მიიღონო. პოლიციის ჯაში შეტანის გარეშე და შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებში შეტანის გარეშე უნდა მოხდეს რეაგირება ამ ყველაფერზე რაც მოხდა. იმიტომ რომ ყველამ ნახა რაც ვიხილეთ ჩვენ და როგორც განვითარდა პროცესები. ეს არის საზოგადოებისათვის ყველასათვის და ეხლა მე არ მინდა მხოლოდ ამ ფაქტზე ჩავიციკლოთ და მხოლოდ ამით გამოვიდეთ. ეს არის ჩვენი საზოგადოების სახე. ეს რაც მოხდა, ეს არის სახე ჩვენი საზოგადოებისა, გულგრილი საზოგადოებისა, სადაც ხედავთ რომ ადამიანს კლავენ, ჩვენებას არ აძლევს თვითმხილველი. რამე ცუდად ხდება, ყველა გულგრილია. ელემენტარულად იმ დღეს მოხუცი ადამიანზე ლაპარაკობდა ერთი ადამიანი, მოხუცი ადამიანი დააჯარიმეს პენსიონერი საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმის გამო, რომ ბილეთი დარჩა, სამგზავრო ბილეთი. აი ეს არის, ეს საზოგადოება შეიქმნა დღეს გულგრილი და ესეთი აი ქვა და ქვის გულის მქონე ადამიანებით არის. და ჩვენი ბავშვებიც რა გარემოშიც იზრდებიან, ისეთები არიან და ის ბავშვებიც ეხლა რასაც უყურებენ და როგორც იქცევიან სხვები, ისე მოქმედებენ. დღეს ჩვენი საქართველო არის სოდომ გომორი. მოდი ყველაფერს ხელი თავისი დაუთმოთ. ჩვენ პატრიარქს პატივი მივაგეთ, მაგრამ ეს არის ფარისევლობა. ჩვენ პატრიარქი გვიყვარს ვითომ და პატრიარქის თითეული შეგონება არაფრად არ ვაგდებ. მე ერთ-ერთი მამაოს ქადაგება მოვისმენე, აბსოლუტურად ვეთანხმები, სად იყო ამდენი ეკლესიაო კომუნისტების დროს გახსნილიო, როცა უფრო მობიერი, უფრო შემწყნარებელი, უფრო მორალურად სუფთა საზოგადოება იყო იმ ეპოქაშიო. საქართველოს ჩვენ შეგვიძლია თქვა, რომ 1000-ზე მეტი ეკლესია მონასტერი მაგის დაყოფს ვიმკით დღეს. მართლა ვართ ეგეთები? 100,000-ობით ბაზირებლები რო ვართ და 1000-ობით აზერები და ყველგან როცა კომუნისტების დროს საერთოდ არ იყო არაფერი და მასში ცხოვრობის წესი ბევრად უკეთესი იყო გეუბნებით. ქრისტიანი არ ახარო კაცი რო გეტყო და მორჩაის აკონტროლებდა ურთიერთობებს. მის ქვეშ ვიყავით, არც ვიცოდი ქრისტე ვინ იყო. დღეს ყოველ სოფელში ტაძარია, ბრევლია, ყველა რაში გვეტყობა? კითხოთ კითხვა არ უნდა დავსვა დაყოფი სად არის? რა გჭირს? რაღაცა გჭირს, ხო რაღაცა არის შესაძლებელი, რაღაცა არის სხვანაირად დასანახი. ასე ჯიუტად რომ ვიტრაბახოთ ამდენი ტაძარი ყავს, ამდენი რა მნიშვნელობა აქვს, რაოდენობა, კაცო, ერთ ადამიანს ეძებს, ესაია, იერება, ეგ ერთი კაცი მინდაო ქალაქში თუ ვიპე ქალაქზე რა ვარჩენო. და დღეს ჩვენ როცა ყველა კუთხეში, ყველა უბანში ეკლესია არის გახსნილი, საზოგადოება უფრო აგრესიული, უფრო რაღაცა ისეთი რაღაცა გულქვა და დაუნდობელია. და რისი ბრალი ამას ხო ახსნა ჭირდება ყველაფერს რა. არ ვიცი ხა ეკლესიაში თუ შენ დადიხარ და ეკლესიიდან რო გამოდიხარ, ხო? უფრო უნდა იყო ისეთი რომ რაღაცნაირად რაღაცა ღვთისმიერობის გეტყობოდეს. პირიქით ეკლესიაში ყოფილი ვარ და იქ რო ვიდექი მაგალითად ვიღაცამ კინაღამ ბოდიში და თავი მომაჭამა, ეს აქ არ უნდა იდგე, ჩემი ადგილიაო გადადიო. ანუ ეკლესიამ უნდა იქადაგოს ის, რაც პრობლემები არის და არა მარტო ის, რომ წირვალოცვა ჩატარდეს. წირვალოცვა რო ტარდება, კარგია ქადაგებები რო მოუწოდოთ იმ მრევლს. სახარების განმარტებას ზოგი ვერ გებულობს. სახარება უნდა განიმარტოს დღევანდელობასთან შედარებით. მე ეკლესიას კი არ ვაკრიტიკებ, მაგრამ პრობლემა თავად მამაომ თქვა, რომელმაც ითქვა ესეთი რაღაცა, რომ ამდენი ეკლესიები არ იყო მაშინ და უფრო სხვა სიტუაცია იყო. მე მეგობრებო, ამ ქვეყანას თუ რამე შველება უკვე აღარც მჭირდა სიმართლე რო გითხრა. იმიტომ რომ ადამიანს უკანონოდ აპატიმრებენ, არავითარი ხმაური არ ტყდება. ადამიანს კლავენ და ამაზეც არაფერი ხმას არავინ არ იღებს. და აი ხო ხედავთ, ყველასთან მოვა ეს უბედურება. ეხლა
ყველა იცი რატო აღშფოთ და ეხლა ამ ამბავზე გეტყვი თქვენ, იმიტომ რომ ყველამ წარმოიდგინა თავისი შვილი ამ სიტუაციაში, რომ აი თქვა თავის შვილიც რა ესე დაცემულიყო და ესე თორე ყველას თავისი ადარდებს, თორე ვინმესი სოლიდარული აღარ არის ქვეყანა, აღარ არის საქართველოს სოლიდარული. სოლიდარობა არის ძალიან კარგი სიტყვა. მაგრამ ყველაფრის საპირისპირო კეთდება ჩვენ. არა ვართ სოლიდარული ერი, არა ვართ სოლიდარული გასაჭირის მიმართ. ადამიანს მეზობელს არ ძინავდა ადრე, თუ კი მის მეზობელს შიოდა. დღეს ფეხებზე კიდეა ყველაფერი. სოციალურ ქსელში გამოდის ხალხი და აი ეს პოლიტელიტის წარმომადგენლები და იპოზიურებენ, იქ ვიყავი საფრანგეთში, იტალიაში, შედალოცილო მთელი ქვეყანა შიმშილობს, ასეთი უნამუსოები, რატო ხარ და ასეთი თავგასულები, რომ როცა შენ ქვეყანა შიმშილობს, შენ რა უფლებით ახდენ იმ ყველაფრის დემონსტრირებაც, რაც უკანონო გზით მოიპოვე. მე მახსოვს ვასილ მჟავანაძე ესე იგი აუშენეს სახლი იქ ვაკეში და იმ ვაკეში თავზე სახლის თავზე გააკეთეს სპეციალური რაღაცა ისეთი აუზი რომ ეცურავა და რო დაინახა გული გაქვს დამყვა თქვენ გიჟები ხო არა ხართ ეს რა არისო ეხლა მე აქ ხალხი რა სიტყვისო და ბეტონით ამოავსო ის აუზი ვაკეში და კაცი დაცვის გარეშე დადიოდა და სიკეთეს აკეთებდა და მე ამ ბოდიში და შევარდნაძე მადგა და ჭორები დაუყარა ვითომ ეს კაცი კორუმპირებული იყო. ერთი გეკითხებით ამ ჟავანაძის ოჯახს სადმე დაჩა გააჩნია, აგარაკი გააჩნია, ხო ცხოვრობს თბილისში ქალბატონი ნინა ჟავანაძე, უკეთილშობილესი ადამიანი და აგერ მისი შვილი საშა კიდე. სადმე თუ ამ კაცს ფული იშოვა და რაღაცა იმაში იყო, სადმე ხო უნდა დარჩენოდა. ერთი სამთავრო, ერთი აგარაკი არ აქვს, ერთი არაფერი, ცხოვრობენ ძალიან მოგზალებულად და ძალიან ისე შეჭირებულად ჩვენში რო დარჩეთ არც ისე განცხრომით და ფუფუნებაში. და ეს კაცი იყო ერთადერთი აი ამ ბოლო პერიოდში საქართველოში რომელიც ქვეყანის ბედით იყო გამსჭვალული. შედალოცილო ქვეყანა შიმშილობს და შენ კიდე ოპოზირებ იქ ხარ, იმაში ხარ, შენი ოჯახი იქ არის. შენ ცოტა აზზე ხო უნდა მოხვიდე რომ შენი ქვეყანა რო შიმშილობს და ხალხს იმის საშუალება არ აქვს დაისვენო ცოტა ბოდიში და შეხედო რეალობას. აი მითხარით ეხლა თითეული ქართველი ოჯახი 80% ვინ მისცემს თავს უფლებას დაისვენოს მაგალითად სასტუმროში, ქობულეთში, ბათუმში სადღაცა ურეკში ვერ მისცემს თავს ამის უფლებას, რადგან არ აქვს ამხელა ფული. მაშინ უნდა იშიმშილოს, რომ ფული გადაიხადოს. ეხლა 300-400 დოლარი რო ღირს ერთი ნომერი, ან 100 დოლარიც რო გინა ღირდეს სიტყვაზე, ხო არის შედარებით ნაკლები სასტუმროები ხასიან. როგორ უნდა იცხოვროს მე დანარჩენი თვეები გეკითხებით. 10-12 ლარი რო ბალი ღირს და აქვე ხილი, რანაირად უნდა იყიდოს, როცა ხელფასი 1000 ლარი და 1500-იც არის. და არც არის 1000. აი მაგალითად ფარმაცევტებს აქვს 900 ლარი. აი ფარმაცევტმა როგორ უნდა მისცეს უფლება, კომუნალურები გადაიხადოს, ხილი უყიდოს, საჭმელი უყიდოს, ბავშვი დასასვენებლად, აი 900 ლარად როგორ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი გეკითხებით მე თქვენ. და ჩვენ აი ესეთი ქვეყანა შევქმნით უღმერთო და თითქოს ამდენი ეკლესია არის, უღმერთო, უეროვნებო, უსქესო და რა ვიცი, აი საშინელი საზოგადოება. საშინელი საზოგადოება. ამდენი ღვარძლი და ბოღმა რო ინთხევა ამ სოციალურ ქსელში, ადრე დედის გინების გამო ადამიანს შეიძლება ადამიანი მოეკლა, ხო? დღეს ესე იმათ ისე ისვრიან ამ გინებების კორიანტელს, რომ ვითომაც ის იყოს, რა ქვია, რაღაცა სუბუქი, რაღაცა შენიშვნა იყოს ეს, რასაც ესენი აკეთებენ. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც რაღაცა დედა იყო, არის და იქნება უძვირფასესი და დედას იგინებიან, ილანძღებიან. და მე არ ვიცი ხა იმ დღეს ერთ-ერთი ქალბატონი გამოვიდა აი მოვნიშნე მე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზომები მიიღეს უკვე და დაისაჯდება ის ადამიანი ესე იგი მე მაინტერესებს ხელისუფლებასთან ასოცირებული რაღაცა ბოდიში ადამიანების უფლებები უნდა იქნეს დაცული თუ უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანებს ეხლა მე იმდენი ვიღაცა შეურაცხყოფას მაყენებს მაშინ ვიღაცები მე მაყენებენ რაღაცა თქვა შეურაცხყოფა მე რატო უნდა მოვნიშნო შუშუსუ და რატო უნდა ვიღაცას მიმართ რაღაცა დანოსი გავაკეთო იმოქმედოს გადახედონ ამ სოციალურ ქსელებს და ნახონ ერთი როგორ ხდება ხალხო ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ ხო მალე ჩვენი შვილები არათუ გულგრილი იქნებიან იმისი რომ ვიღაცა წაიქცა არამედ
ის დატრიალდება, რაც დატრიალდა ადრე, როდესაც ბავშვებს იტაცებდნენ და იმაში ყიდიდნენ ქართველები სხვადასხვა ბაზრებზე მონებად ყიდიდნენ. ეს ხო ჩვენ ქართველებმა ასეთი საშინელი რამ ისტორიაში ალბათ ბევრს არ გაუკეთებია, რაც ჩვენ გავაკეთეთ. აი ლევან სანიკიძეს აქვს დაწერილი ჩვენი ბევრი სირცხვილის შესახებ წიგნი და უამრავი სირცხვილი ვჭამეთ ჩვენ. როგორ ქართველმა კაცმა როგორ შეიძლება მოიპარო შენი ესე იგი მეზობლის ბავშვი და წაიყვანო სტამბოლის ბაზარზე სიტყვაც ხო ჩვენ ძვენ ბევრი ფული და ჩვენ მალე აქამდეც მივალთ ხო მივალთ იმიტომ რომ აი ხა რო უყურებ მე რა ხდება ამ ქვეყანაში აი მაგალითად ბოლო ფაქტი მე ყოველთვის ჩემ გადაცემაში აღნიშნავდი და აღნიშნავ ეხლა ზოგიერთი იძახის ხო შეიძლება ამითი რაღაცა შენ ასეთი შენი აქტივობით ზიანი მიაყენო რა ზიანი უნდა მივაყენო გეკითხებით მე როდესაც ვთვლი რომ ადამიანი უკანონო დაიჭირეს და ვიძახი რომ ეს კაცი უდანაშაულოა ეს არის ზიანის მიყენება და ის რომ შენ ხმას არიღებ და ჩუმად ახარ გაყოსული ეს არ არის ზიანის მიყენება თუ ადამიანს უკანონო დაიჭერენ და ჩვენ გავჩუმდებით ხმას არ ამოვიღებთ ეს იგივე აი ის გულგრილობა რაც ამ ბავშვთან დაკავშირებით მოხდა. გულბად ცხილაზე უკანონოდ იქნა ესე იგი დაპატიმრებული და კაციშვილი ხმას არიღებს ამის თაობაზე. ეს არის სოლიდარობა? აი ახლა ხას მე გავიგერო მისი უახლოესი მეგობარი და ასევე რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მონაწილე ადამიანი შოთა აფხაიძე ძიძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, იმიტომ რომ ის გამოხატავდა მტკიცე პოზიციას ამ საქმესთან დაკავშირებით, იცავდა გულბაათს და ეხლა რაღაცა ისეთი სიტუაცია შექმნილი ქვეყანაში უკვე რომ იძულებული გახდა ეს კაცი წასულიყო. აგერ ჩვენ ხედავთ რომ პროკურატურაში ამერიკელები ბრიფინგებს მართავენ, უკვე ფაქტობრივად ჩვენი ქვეყანამ უკვე თითქმის არის კურსი შეიცვალოს რამის ესე ჩანს და უკვე დაუცველია ყველა მეც აგერ წამოვედი შოთამაც დატოვა საქართველოს და არ ვიცი ახლა თქვენია ბურთი დამოედანი სამაგიეროდ ჩვენ ხედავთ რომ ის ხალხი ვინც ეთნიკურ შუხსაყვივებს ხელუხლებელია რა ვიცი აი მაგალითად სამირა ბაირამოვა რომელიც გამოდის რა ქვემო ქართლში თურმე ჯვები არ უნდა იყოსო აზერბაიჯანულ და ქართველებს შორის შუქს ვინც აღვივებს ისინი არისჯებიან და ჩვენ ვინც ვიცავ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ვცდილობთ რომ რაღაცა ქვეყნის გამთლიანებისთვის ნაბიჯები გადავდგა ჩვენ თურმე დევნილები უნდა ვიყოთ ქვეყნიდან აი გითხარით აგერ შოთა აფხაიძე რომელიც ერთხელ უკვე სააკაშვილმა დაიჭირა იძულებული გახადეს დაეტოვებინა ამ კაც ქვეყანა კიდე ბევრი დატოვებს ამ ქვეყანას და დარჩება საქართველოს ქართველების გარეშე მარტო უნდა იყოს ამ ქვეყანაში აი ამ გატუტუცებულმა გაზულუქებულმა ბოდიში და გაუმაძღარმა ფენამ რომელიც ბოდიში და ჭამს და ხულიპავს და ამას თან დემონსტრირებას ახდენს სოციალურ ქსელში დანარჩენი საქართველოს უნდა მშიერი კვდებოდეს და ელოდებოდეს ვინც რაღაცას გადაუგდებს და ეს რეალობა უნდა იყოს თურმე ქვეყანაში და მე ბევრი გამოდის და ამ ურთიერთობები რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე რო ლაპარაკობს აი 200 ქების დიდა და ქების კორიანტელი არის ყველგან ესე არ შეიძლება ჩემო მეგობრებო არ შეიძლება ესე ჩვენ თუ ვაშენებთ საქართველოს ესე ვერ გაგრძელდება იმიტომ რომ ჩვენ თუ ეხლა მაგალითად სიტყვაზე აი წულაია რომ არის საფრანგეთში მე ჩემთვის მიუღებელია იმ კაცის პოლიტიკური შეხედულებები მაგრამ ფაქტია ის არის რომ ამ კაცსაც გაუჩალიჩეს ის რომ ვითომ სექსუალურად რაღაც ძალადობდა ქალბატონზე და იძულებულა გახადეს რომ გაქცეულიყო ქვეყნიდან აი ხო ჩემთვის მიუღებელია ეს კაცი ხო პოლიტიკურად ჩემთვის მიუღებელია ის რასაც აკეთებს მაგრამ ეგ იმას ანიშნავს რომ ჩვენ თუ ვიღაცას არ ვეთანხმებით იმაზე თვალი დავხუჭოთ შენ თუ მაგალითად სიტყვაზე არ მოგწონს ვიღაცა ადამიანი და გააგორეს იმ ღორივით სიტყვაზე და უნდა თქვა რომ ამ ერთი მაგისი ღირსი იყო ეს უნდა ვთქვა ჩვენ მე გეუბნებით ახლა აი ლაზარე ჯორბენაძე ვითომ რო თავი მოიკლა და რეალურად რომ მოკლეს ერთი საინფორმაციო საშუალებას ხმა არ ამოუღია
გულბაათ ცხილაძესთან დაკავშირებით მარია ზახაროვამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა. ამაზეც ხმა არავის არ ამოუღია. არც ტელევიზიას არ გაუშუქებია და რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ყველა ტელევიზიები არის კონტროლ ქვეშ. როგორ შენ თუ ოპოზიციონერი ხარ, რატომ არ უნდა გააშუქო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც ეხება ამ ადამიანს. მაგრამ ქართული საინფორმაციოს ვინ დაეძებს, ეხლა ვინ საჭირო იყო, იმან არ გააკეთა განცხადება. ვიმან არ გააკეთა და ეხლა აქედან გამომდინარე, ეხლა მე ვერავინ ვერ ამიგძალავს იმ ადამიანზე ლაპარაკს, რომელი ადამიანიც მე ვთვლი, რომ არის უკანონოდ დაპატიმრებული. და ამიტომაც არის ყველაფერი მე მიდის, როცა სისხლის სამართლის საქმესთან გულგრილი ვარ, საზოგადოებრივ საქმესთან, საერო საქმესთან, სასულიერო საქმესთან, ყველა იმ საქმეებთან გულგრილი ვარ და აი აქაც თუ გულგრილი ხარ, ყველაფერში გულგრილობა სიჩენს მე თავი. ეხლა მე მართლა შოკირებული ვარ, ასეთი რამე მე ცხოვრებაში არ მინახია, რომ აი იქ იყო ოპერატორები, აი ისევ იმას მინდა დაუბრუნდე, რაც ჩვენ ვიხილეთ, ოპერატორები უყურებდნენ, პროდიუსერები უყურებდნენ, არ ვიცი მე, გუნდის წევრები უყურებდნენ, ბავშვებიც უყურებდნენ და ესე იგი ბავშვი 3 წელი, 3 ბოდიში, 3 წუთი აგდია 3 წუთი წევს იქ სადღაც და არიცი რა ჭირს და ესენი აგზელებენ და რა გემღერება თქვენ საცოდავებო რა გემღერებოდათ აი ამ მომენტში რა გემღერებოდათ როცა არიცოდით იმ ბავშვს რა ჭირდა და მე ვფიქრობ უნდა უმკაცრესად დაისაჯოს ყველა რომ ხვალ და ზეგ იგივე არ გააკეთოს ერთი კლიპის და ერთი სიმღერის გამო არა უნდა და ეს გუნდი საერთოდ უნდა დაისაჯოს და ეს გუნდი რომელიც აი ამათ უფლება აღარ აქვს გააგრძელონ იმდენად სახელი შეიბღალეს რომ მაგათ უფლება არ აქვს იმღერონ საერთოდ რა ეს ბავშვები წავიდნენ სხვა გუნდში გადავიდნენ და აი ამ რაღაცა თუა შექმნილი ეს გუნდი მაგან უნდა დაასრულოს თავისი მოღვაწეობა და მე გამოვიდნენ განცხადება გააკეთეს უარესი რომ ჩვენზე რატო არის აგრესიაო ესე იგი აბა რა უნდა იყოს მადლობა უნდა გითხრათ რაც თქვენ გააკეთეთ და ამიტომ აღშფოთება შეშფოთებები კი არ უნდა გვესმოდეს ჩვენ უნდა იდგეს ყოველი პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანებისა ვინც ეს გააკეთა ვინც ეს ბავშვი გაწირა სასიკვდილოდ კაცმა არ იცის იმ 3 წუთში რა შეიძლება მომხდარიყო მართლა რომ ეს ბავშვი ცუდად ყოფილიყო ამიტომ არის რომ სიმართლე რო გითხრათ მე არც გამკვირვებია რომ ზერისაყურებელი იყო ეს ფაქტი არც მიკვირს იმიტომ რომ ჩვენ უკვე ისეთი ქვეყანა შევქმნით ქართველი ხალი იყო რაღაცა წესიერების განსახიერებას რაღაცა უმანკოების და სიმბოლო იყო პატიოსნებისა და რაღაცა იმისი რომ აი რაღაცა ხელუხლებელი იყო ესა ხო დღეს ეხლა ამსუხიშვილებმა გახადეს ქართველ ხალხს და ტიტლიკანაც ეკვავს ქართულ ხალხურ სიმღერებს ქუჩაში გაყვალ ქართველი ხალი გახდილი არის ანუ ქართველი ხალი გააშიშვლეს და ქართველი ხალები იმას ცდილობენ ვინმე უცხოელს გაყვნენ რომ როგორმე რაღაცა კარგი ოჯახი შექმნა და ეს შემთხვევით ამაზენია ქართველი კაცი შეხედეთ ერთი როგორ გამოიყურება ამ საყურეებით რაღაცა ჩაჩუჩკული ისა რაღაცა თითქოს რაღაცა არ ვიცი მე აი რაღაცა სხვა ასტრალში გაიყვანეს. კაცი კაცს არ აგავს, ქალი ქალს არ აგავს. და მე კიდე ამ პოლიტიკაშიც რო უყურებ ჩვენ სიტუაციას, ხო, ამას ხო ხალხი ადევნებს თქვა. გუშინ შენ რაღაცა კაცის გვერდით იდექი, დღეს იმას აგინებ. მთელი ცხოვრება მადლობას ეუნებოდი, დღეს აგინებ. და ესეთი და აი ხედავთ რომ აი როგორი ბოდიში აი მართლა რამბალ კოშეს სათამაშოებად არის ქცეული ჩვენი ქვეყანა, რომ როგორ რაღაცა თანამდებობაზე იყო, ოღონდ რაღაცა შეინარჩუნო და რაც გინდა ის გააკეთე. ასე ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ მეგობრებო და ეს ქვეყანა დაიღუპება და დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, თორე ხვალ და ზეგ იქნება გვიანი.